თხოვნით მოვდივარ ყველასთან თუ რამე იქნება დამეხმარეთ და ალბათ სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც და ჩემი ყველასთვის. არ ვიცი. ტრაქტორისტი, კაცი რომელიც მთელ ოჯახს არჩენდა. ის ყველაზე ადრე იღვიძებდა და სახლში ყველაზე გვიან ბრუნდებოდა, რადგან ძალიან ბევრს შრომობდა. ამის მიუხედავად არასდროს წუწუნებდა. დახმარებას არასდროს ითხოვდა, მაგრამ ერთ დღესაც გაზაფხულზე ინსულტის შეტევამ ეს ადამიანი გააჩერა. მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. დღეს კობას ლაპარაკიც კი უჭირს, სიტყვებს თავს ვერ უღრის, მას გული ძალიან აწუხებს, ვეღარ მუშაობს, ნორმალურად ვეღარ დადის. მის გვერდით მისი მეუღლე ელენეა. ის ასევე ავად არის, დიაბეტი აქვს. მათი შვილები მუშაობენ, ზოგჯერ მიწაზე, ზოგჯერ მშენებლობაზე. თუმცა ეს ფული საკვებისთვისაც კი არ არის საკმარისი. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ეს ძლიერი და ძალიან გულწრფელი ადამიანი ცხოვრებაში პირველად ითხოვს დახმარებას. ერიდება, თუმცა სხვა გზა აღარ აქვს. მას ყოველთვიურად ჭირდება ძალიან ბევრი წამალი, რომ მისმა გულმა ფუნქციონირება გააგრძელოს. ამ წამლების ყიდვის საშუალება კი ოჯახს არ აქვს. მას ჩვენი იმედი აქვს. დავეხმაროთ ამ შრომელ და ალალ ადამიანს. დავეხმაროთ მის გულს, რომ თეთქვა არ შეწყვიტოს.